საკუთარი არჩევანი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყავილაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ კომენტარი მედიასთანაც გააკეთა. გამოვხატე ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისგებლობა, გავაკეთე არჩევანი, გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან, არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა. ვიცით, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, სამწუხაროდ მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და დარწმუნებული ვარ, ჩვენ საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით ჩვენს მოქალაქეებს, იმათ, ვისაც წამს ჩვენი სამშობლოსი, ჩვენი სახელმწიფოსი, ყველას მადლობა მინდა გადაუხადო, ვინც იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, იმიტომ რომ იმ ადამიანებს, ვისაც ეს შეგნება გააჩნიათ, სახელმწიფოებრივი, მინდა ყველას განსაკუთრებით მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო, ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა, სამწუხაროდ იყო მძიმე დღეები, სამოქალაქო ომი, სამი ომი გადავიტანეთ, დაპირისპირებები, ეს ყველაფერი გავლილია და ჩვენი საზოგადოება ძალიან დაბრძენდა და არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მარტივად გასაკეთებელი არჩევანია, უნდა გვესმოდეს, გავითვალისწინოთ და გავაანალიზოთ, რომ არსებული რეალობა იძლევა იმის შანსს, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გახდეს სტაბილური, მშვიდობიანი და განვითარებული.